მოკლედ მოგესალმებით. დღევანდელ ვიდეოში ვაპირებ რომ გასწავლოთ როგორ ავიღოთ მაქსიმალური FPS-ი ყველასთვის საყვარელ თამაშში Minecraft-ში და შევეცდები ყველა ის სეტინგი დაგაყენებინოთ, რაც მე მიყენია მაქსიმალური FPS-ისთვის. ვისაც low-end PC გაქვთ. მოკლედ პირველი რასაც ვაკეთებთ, შევდივართ სეტინგებში. სეტინგებიდან მე ახლა კლიენტი მიყენია, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა რა გეინიეთ. Option-ში როცა გადავალთ, შევდივართ ვიდეო სეტინგებში და ყველაზე მნიშვნელოვანი რაცა გრაფიკებს ვაყენებთ ფასზე. დაიცა მოდი მე რესეტს გავუკეთებ ჩემ სეტინგებს, რომ უკეთესად დაგანახოთ ყველაფერი. დაველოდოთ. მოკლედ ესეც ასე დავაყენე, დავარესეტე ყველა სეტინგი, რაც კი მქონდა. როცა შევალთ ვიდეო სეტინგებში, დავიწყოთ გრაფიკებიდან. გრაფიკები აუცილებლად ყოველთვის უნდა გვეყენოს ფასზე, რათა მაქსიმალური FPS-ი მოგცეს. Smooth lighting-ი არ გვჭირდება ასე რომ უნდა გავთიშოთ, თუ გავთიშოთ ეს აღარ აქვს მნიშვნელობა, ამას აწეული გვექნება თუ დაწეული. Scale-ი, ანუ ესე თუ გინდა დააპატარავებთ, მაგრამ ნორმალზე გეყენოთ ჯობია რა თქმა უნდა. Brightness-ი ეს თქვენზეა დამოკიდებული, გინდა თუ არა გაანათოს, ან არ გაანათოს, ანუ რას გულისხმობ ახლა დააკვირდით. თუ brightness-ი ბოლომდე გვიყენია, თუ ჩავიბლოკებით, აი სრულიად სიბნელე იქნება. და თუ ამას გავანათებთ, აი როგორც ხედავთ, პატარაოდ უნდა განათდა. ეს თქვენ როგორც გირჩევნიათ, ისე დააყენეთ რა. Fog ეს არის შორს ხედვის და ბინდი, აი ბინდს რასაც ეძახით რა ვიცი. ამას თუ გავთიშავთ, გათიშულზე ჯობია რა თქმა უნდა ყოველთვის. შემდეგი რაც აქ გვაქვს ესენი უკვე სხვა კატეგორიებია. შემდეგ გვაქვს render distance-ი. ყველაზე კარგი არის 8 ჩანკის ჩატვირთა, რადგან ნორმალურია და არც ერთ ფლეშს გვიკლებს, არც გვიმატებს. თუ ძალიან ცუდი კომპიუტერი გაქვთ, მაშინ ჯობია ბოლომდე დაუწევთ, ან 4-ზე მაინც დააყენოთ, ან 3-ზე. ბოლომდე თუ დაუწევთ, ვაფშე საერთოდ ვეღარც დაინახავთ, აი როგორც ხედავთ, აი ვაფშე თუ გავუზდი, მე უკვე უფრო ხედავ რა, ხვდებით. ესეც ესე. შემდეგი გვაქვს ეს FPS-ის ისა მაქსიმალური ამდენს დავაყენებ. აი მაგალითად თუ დავაყენებ 90-ზე, აი აქ ზევით თუ ხედავთ 90-ზე დაყენდა. თუ დავაყენებ unlimited-ზე, აი უსასრულოდ აი 4800-მდე და შეიძლება მეტიც, შეიძლება ნაკლებიც ესე დაყენდეს თავისით. შემდეგი გვაქვს bobbing-ი, ეს არ აქვს მნიშვნელობა FPS-თან, აი ეს შემდეგი გვაქვს VBOS-ი. ამას რომ გითხრათ, აქვს მნიშვნელობა, რადგან ამას თუ ჩავხდათ 50% უფრო სწრაფი იქნება ჩვენი Minecraft-ი, ასე რომ ჯობია ეს ჩავხდოთ. ეს alternate blocks-ი შეგვიძლია ჩავხდოთ, შეგვიძლია არა. აუცილებელი არ არის ასე რომ გამოვხდოთ. ეს არაფერს არ წარმოადგენს. მოკლედ მივყვეთ ახლა დეტალისიდან. აქედან ეს ღრუბლები ამას გავთიშავთ. ხევს ფასზე, sky-ს გავთიშავთ, ამასაც გავთიშავთ. ამასაც აუცილებლად ფასზე დავაყენებთ სამივეს. ეს არაფერს ნიშნავს, იმიტომ რომ ეს გავთიშეთ უკვე cloud-ები, ღრუბლები. ესეც გავთიშოთ, ესეც და ეს FPS-თან კავშირი საერთოდ არ აქვს. Animation-ებში როცა გადავალთ, აგერ გვიჩვენებს all offs და ვაჭერთ ამ all offs. შემდეგი გვაქვს quality. Quality-ზე როცა გადავალთ, აქ თუ გინდა რომ Minecraft-ი უფრო smooth-ი იყოს, აი ესეთი თუ გინდათ რომ იყოს უფრო smooth-ი, გირჩევთ გეყენოთ ამ map level 4-ზე, მაგრამ თუ low-end PC გაქვთ, დაიყვანეთ ბოლომდე დააყენეთ. აი ესე. შემდეგი გვაქვს ეს არ ვიცი რას წარმოადგენს და საერთოდ ჯობია გათიშული გქონდეთ, clear water off-ზე გქონდეთ აუცილებლად, better snows off-ზე, custom color-ები თქვენ როგორც გირჩევნიათ, მაგრამ off-ზე უფრო fast-ი იქნება და უფრო მეტ FPS მოგცემთ. smooth biome-ი არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ თუ off-ზე დააყენებთ, უფრო fast-ი იქნება და უფრო მეტ FPS მოგცემთ. natural ტექსტურები გამორთეთ, რადგან უფრო სწრაფია, გამორთულზე custom item-ებს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ასე რომ თუ გამორთავთ, უფრო მეტად სწრაფი იქნება თქვენი Minecraft-ი. აგე ავარდა უკვე როგორც ხედავთ 3000 FPS-მდე.
ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, არც ამას, ესეც რა ვიცი, თუ მინდათ გამორთეთ, ნუ მაინც დიდად რა მნიშვნელობა არ ვიცი მე. ტექსტურ პაკთან აქვს დაკავშირებული swamp color-ები ალბათ ესეც უნდა გამორთოთ, რადგან უფრო სწრაფი იქნება. Connected ტექსტურებიც ესეც fancy-დან გადაიყვანით off-ზე, custom sky-ც off-ზე და ესეც ესე. მოკლედ წესით მეგობრებო, ეს არის მთლიანი ვიდეო, რაც დღევანდელ ვიდეოში უნდა მეთქვა და მესაუბრა. ყველა ეს setting-ი ახლა ჩვენ რაც დავაყენეთ, არის მაქსიმალური იმისათვის low end PC-ისთვის, კომპიუტერისთვის, ლეპტოპისთვის, ნუ არ ვიცი თქვენ რას იყენებთ. და ხო, მთავარი გამორჩა performance-ში უნდა გავკეთებინე შემდეგი რაღაცა. Fast render-ი აუცილებლად უნდა ჩაგვერთო, fast math-იც აუცილებლად უნდა ჩაგვერთო და smooth word-ი და ეს dynamic update-იც, ნუ ესეც დიდად მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ თუ ამას ჩავთოთ, უფრო მეტად smooth-ი იქნება რა. ეს თქვენი გადაწყვეტილებაა, ამას ჩართავთ თუ არა. რაც გამოგჩა ამ other-დან, აქ თითქმის არც შეგვიძლია ესე დავტოვოთ როგორც არის. ერთადერთი full screen mode-ი შეგვიძლია დავწიოთ, თქვენ გააჩნიათ რომელს იყენებს თქვენ. ნუ მოკლედ დღეისათვის წესით სულ ეს იყო. ნუ თუ მაქსიმალური FPS ვნახავთ, ავიხედოთ აიში და მაქსიმალური გვაქვს 7000 FPS-ი. დღეისთვის სულ ეს იყო მეგობრებო, ნუ ცალკე თუ resource park-ს ჩაიწერთ, შეიძლება უფრო დაგიბუსტოთ FPS-ი, ასე რომ იმედია მაქვს გამოგადგა დღევანდელი ტუტორიალი. ჩემთვის ეს კიდე პირველი ვიდეო იყო. ნუ მოკლედ შეგხვდებით შემდეგ ვიდეოში, იმედია მოგეწონათ.